ამ გრამატიკულ საკითხს ისე მარტივად და ისე კარგად აგიხსნით, რომ ძალიან დიდი ალბათობით გრამატიკას შეგაყვარებთ. პირველ ხაზზე მოცემული გვაქვს სუბიექტური პირის ნაცვალსახელები. სუბიექტური პირის ნაცვალსახელები წინადადებაში მოქმედებას ასრულებენ და ზნას წინ უსწრებენ. ჯერ არის სუბიექტური პირის ნაცვალსახელი და შემდეგ მოყვება ზნა და თვითონ ასრულებენ ამ ზნით გამოხატულ მოქმედებას. ობიექტური პირის ნაცვალსახელები წინადადებაში არ ასრულებენ მოქმედებას და შესაბამისად ზნას თვითონ მოყვებიან და ამ ზნით გამოხატული მოქმედებას თვითონ იღებენ, ანუ მათკენ არის მომართული ეს მოქმედება. ესენი არიან მოქმედების შემსრულებლები ზნას წინ უსწრებენ, ესენი არიან მოქმედების მიმღებები, თვითონ არ ასრულებენ მოქმედებას და ზნას შესაბამისად თვითონ მოყვებიან, ან შესაძლოა მოყვებოდნენ წინდებულს. პირველი წინადადება. საერთოდ არაფერს არ ვკითხულობ და ავთარგმნი ისე ჩავსვავ ძალიან მარტივად ამ წესების გამოყენებით და აი ზუსტად ეს მინდა რომ გასწავლოთ. call არის ზნა, ჩავსვი him, იმიტომ რომ ზნა არის მის წინ და ზნას მოყვება, მაშინ ობიექტური გამოდის. შემდეგ წინადადებას ვიწყებ, წინადადებაში ზნა მაქვს აქ, ზნის წინ არის ჩასასმელი, შესაბამისად წამოვა სუბიექტური პირის ნაცვალსახელი, იმიტომ რომ ზნის წინ უნდა ჩავსვა. ბოლოში უკვე ზნის შემდეგ მიწევს ჩასმა და იქნება ობიექტური, ანუ შესაბამისად ას. შემდეგი მესამეში, ამ შემთხვევაშიც იგივეა, თუ ზნა არის ეს, ზნას უნდა მოყვეს, ჩასასმელი მოყვება ზნას და შესაბამისად უნდა იყოს ობიექტური. შემდეგი, c არის ზნა, მას მოყვება ჩასასმელი, შესაბამისად უნდა იყოს her, ანუ ობიექტური ამ შემთხვევაშიც. აი ასე მარტივადაც კი სრულად რო არ წაიკითხოთ და გაიაზროთ წინადადება, ამ წესებიდან გამომდინარე, ელემენტარული წესებიდან ძალიან კარგად მიხვდებით, რომელი როდის უნდა ჩასვათ და გამოიყენოთ. რაც შეეხება მეხუთე წინადადებას, კითხვითი წინადადება, ამაზე დავწეროთ კომენტარებში პასუხები და აუცილებლად დავაკომენტარებ საბოლოოდ, რომელი პასუხებია სწორი და ვნახავთ თქვენს პასუხებს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და გვერდის გამოწერა.